აღმოჩნდებით თუ არ იქნება ერთიანი პროცესი ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან და ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხრიდან აღმოჩნდით ქვეყანაში სადაც ყოველდღიურად ახალი რეპრესიების დილა თენდება ხო ეხლა უმნიშვნელოვანესია იმ ადამიანებზე ფიქრი და ზრუნვა ვინც დღეს კიდე შეემატა პოლიტიკურ პატიმრებს პოლიტიკურ ტყვეებს ჩვენ ნახეთ რომ ჩვენი ერთი მეგობარი თანამებრძოლი გურიიდან წამოიყვანეს კახა კვაჭანტირაძე რომელსაც ფაქტობრივად ვერ პოულობდით 5 საათზე დილით წამოიყვანეს გურიიდან და ვერ პოულობდით და სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ ინფორმაცია ოჯახს მიაწოდეს ინფორმაცია რომ ეხლა შეასახლებენ მას კონკრეტულ იზოლატორში. ეს არის პირი ვისაც ჯავის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც გავრცელდა ინფორმაცია ხო რომ მას გულის პრობლემები ჰქონდა. და გვაქვს ეჭვი რომ ის გადაყვანილი იყო სადმე რომელიმე კლინიკაში და ამას მალავდნენ უბრალოდ და არა ასაჯეროებდნენ ამ ინფორმაციას. გარდა მაგისა უკვე რამდენი ადამიანია ხო დატყვევებული ფაქტობრივად ის პროცესი მიდის და გრძელდება რა მიზანიც აქვს რეჟიმს და ეს შეიძლება რუსეთმა 7-8 წელიწადი მოანდომა ამ ყველაფერს რუსულმა რეჟიმმა იქ ადგილობრივმა საოკუპაციო რეჟიმმა და საქართველოში ანდომებს ამას სულ რაღაც 2 წელს ფაქტობრივად ბოლო 2 წელია დაწყებულია ეს პროცესი ერთმანეთის მიყოლებით ყოველდღიურად ვიგებთ ახალ რეპრესიებს როგორც ადამიანების დაკავების მიმართულებით ისე იმ კანონ პროექტების მიმართულებით კანონების უკვე მიღებული კანონების მიმართულებით რაც ზღუდავს აბსოლუტურად ყველა უფლებებს ყველა დემოკრატიულ უფლებებს განათლების უფლებას არსებობის უფლებას რავი ცხოვრების უფლებას ყველა უფლებას რომელიც ადამიანს რეალურად უნდა გააჩნდეს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ დღეს ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს ყველა პოლიტიკური პროცესი ყველა პოლიტიკური პარტიის საკუთარი რაღაცა დღის წესრიგი გვერდზე უნდა გადაიდოს და აღარ არის უკვე საუბარი იმაზე ვინ უფრო მაგარი პოლიტიკური პარტია იქნება თუ ვინ უფრო სუსტი იქნება აბსოლუტურად ყველას გააუქმებს აქ არ არის საუბარი მარტო იმაზე რომ ნაცმოძრაობა არის მოწინავე კი ნაცმოძრაობაზე აგერ განაცხადეს ორშაბათს წარადგენენ საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტულ სახელს და გვარებს ეხლა ვინმეს თუ გონია რომ მაგალითად გიორგი ბოტკოველს შეუზღუდავენ პოლიტიკურ საქმიანობას და შემდგომ მაგალითად თელავში სხვა ოპოზიციონერი გააგრძელებს იქ და ის დანარჩენი ამომრჩეველი ოპოზიციონერი ამომრჩეველი მას დაუჭერს ხარს ესე არ იქნება გააუქმებენ ყველას და ყველაფერს რაც კი დემოკრატიული არსებობს ქვეყანაში ამიტომ არის იმის დრო აღარ არის რომ საკუთარი დღის წესრიგით ვიმოქმედოთ პოლიტიკურმა პარტიებმა იმის დრო აღარ არის რომ საკუთარი ეგოები დავიკმაყოფილოთ პოლიტიკური ეხლა არის ერთიანობის დრო აღარ არის უკვე ის ციფრების მიკერება პიჯაკზე მე ამ ნომერ პარტიას წარმოვადგენ და მე იმ ნომერ პარტიას წარმოვადგენ აღარ იარსებებს ფაქტობრივად არაფერი დემოკრატიული ელემენტი, რომელიც ქვეყნის განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს და განათლებაში რასაც აკეთებენ ჩვენ ხო რასაც ვხედავთ ხო ბოლონიის პროცესს 2005 წელს შეუერთდა საქართველოს რომლითაც ფაქტობრივად ჰარმონიზაცია მოხდა ყველა იმ უმაღლეს სასწავლებელთან ევროპულ უმაღლეს სასწავლებელთან თუ ამერიკულ უმაღლეს სასწავლებელთან სადაც ადამიანებს ახალგაზრდებს შეეძლოთ სწავლა გაეგრძელებინათ ეხლა გვეუბნებიან პირდაპირ აი ჩვენ შევქმნით კომისია რომელიც კომისიას უზრუნველყოფს იმას რომ ქართველ სტუდენტს ქართველ მოსწავლეს აღარ ექნება საშუალება იმისა რომ ან სწავლა გააგრძელოს ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ეს არის ფაქტობრივად შავი ფარდის ჩამოშვების უკვე ბოლო ეტაპი და სწორედ ამიტომ ერთობა არის მნიშვნელოვანი ყველაფრის გვერდზე გადადება მნიშვნელოვანი და ვფიქრობ რომ და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი პარტნიორების ასე ვთქვათ мотиваციაც იქნება რა თქმა უნდა დახმარების мотиваცია როდესაც ჩვენ აქ ყველა პოლიტიკური ძალა ვიქნებით ერთიანები ქართველი ხალხის მთავარი мотиваციაც იქნება სწორედ ის რომ ქართველმა ხალხმა ის კი ბატონო დაასრულე გიორგი და შემდეგ დაგისვამ კითხვა. კი და რაც უმნიშვნელოვანესია რაც არის მოთხოვნა ქართველი ხალხის მხრიდან ხო ჩვენ ხო ნახეთ 4 ოქტომბერი იყო ერთის მხრივ იმის დემონსტრირება რომ გამოჩნდნენ ადამიანები ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც მათ თქვა რომ პროტესტი საქართველოში არ გამხრალა ხო გამოჩნდა ისიც რომ საქართველოში არჩევნები არ არსებობს ეხლა იმაზე ლაპარაკი რომ აი ყველას რომ მიეღო მონაწილეობა იმ პარტიას რომ მიეღო ამ პარტიას რომ მიეღო საერთო კანდიდატები რომ წარმოგვედგინა მოდი ისე იქნებოდა მოვიგებდით გავიმარჯვებდით მოდი რა მათემატიკა არის ძალიან ელემენტარული რამე ხო როდესაც ხედავთ რომ ორი პოლიტიკური პარტია რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას ეგრეთ წოდებულ არჩევნებში
იღებს მონაწილეობას, საერთო კანდიდატს აყენებს და ამ ორი პოლიტიკური პარტიის პროპორციული ყველამ თავის პასუხისმგებლობაზე ილაპარაკოს, კიდე მე მაგალითად პოლიტიკოსი რომ ვიყო გულწრფელად ჩემ პასუხისმგებლობას გამოვკვეთდი ამა თუ იმ პროცესზე და მოქალაქესთან კიდე უფრო გახსნილი ვიქნებოდი, მით უმეტეს ამა თუ იმ პროცესის და ამა თუ იმ მოვლენის იმდაგვარად განვითარების შემდეგ, როგორც განვითარდა. გესმით, ეს ჩემს გნებავთ კეთილრჩევად მიიღეთ. ანუ ყველამ თავისი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაზე უნდა ისაუბროს იმ ფონზე, რაც ხდება. ანუ ყველა ჯგუფმა ეს პოლიტიკოსი იქნება, აქტიური ადამიანი თუ სხვა და სხვა ჯგუფის თუ სფეროს წარმომადგენელი. ეხლა გეგმაზე არ მინდა ესეთი ფორმულირება მივცე უკვე იმ ყველაფრის შემდეგ, მაგრამ ერთი კითხვა მინდა დაგისვა იმ სურათის გათვალისწინებით, რომელიც არის და იმ დაანონსებული, ანუ იმ შედეგის, რასაც ჩვენ ვხედავთ. აი ამის შემდეგ როგორ უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესი და ამაზე თუ გაქვთ მკაფიო ხედვა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, აი მთლად მოულოდნელი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ერთხელ გადადებულია ნაციონალური მოძრაობის გაუქმება, ხო? ერთხელ გადაიდო და ითქვა რომ აი შევხედავთ და ეხლა უკვე როგორც ჩანს სისრულეში მოყავს ქართულ ოცნებას ეს გეგმა. აი ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლია, გიორგი, ანუ მათ შორის იმ რეპრესიული კანონმდებლობის გათვალისწინებით ზუსტად და ამაში გეთანხმები აბსოლუტურად რაც არის სახეზე, პოლიტიკური პარტიის სიცოცხლის ხანგრძლივობას არა ვთქვათ კანონით აკრძალვა, არამედ მოქალაქის განწყობა უნდა წყვეტდეს და თუ ელექტორალურად დაშრეტილია პარტია, ის ბუნებრივათაც ვეღარ იარსებებს და თავისით გაქრება, ხომ? ეს იცის საზოგადოება, მაგრამ აი თქვენი პასუხისმგებლობიდან გვესაუბრეთ, ეხლა როგორ ხედავთ პროცესს სრული სურათის გათვალისწინებით? ფაქტობრივად ერთი და იგივე ვისაუბრეთ, ანა მე და თქვენ, კი, რა თქმა უნდა, აქ არ არის მნიშვნელოვანი ეხლა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გაუქმება არ გაუქმების საკითხი. აქ არის საუბარი იმაზე, ქვეყნის გაუქმება არ გაუქმების საკითხი, სახელმწიფოს გაუქმება არ გაუქმების საკითხი. ერთეული პოლიტიკური პარტიების გაუქმება, ეს ვაი-ვაის ძახილს არავინ არ აპირებს და ვაიმე ჩვენ გვაუქმებენ და საკუთარ თავს უნდა უშველოთ. არა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა უშველოთ ქვეყანას და მთავარი გეგმა, სწორედ და მთავარი პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკური ძალის, ყველა პროევროპულად მოაზროვნე პოლიტიკური ძალის, ყველა პროევროპულად აქტიური ოპოზიციური ძალის მთავარი გეგმა უნდა იყოს ერთიანობა. ერთიანობა, რომლითაც საუბარი ყველა მიმართულებით, როგორც ხალხთან, ისე ჩვენს პარტნიორებთან საუბარი უნდა იყოს ერთიანი პოზიციიდან, ერთიანი დღის წესრიგიდან, ქვეყნის გადარჩენის დღის წესრიგიდან. ის რომ დღეს ჩვენ იმატებს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები, ეს არის შემასწავლებელი უნდა იყოს უფრო მეტად შემასწავლებელი. თუ ხედავთ ამის რესურსს, გიორგი, იმიტომ რომ ეს საუბრები ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს მოსმენილი, რაღაცა არ გამოდიოდა არასოდეს და არც გამოვიდა. მაგრამ ანუ ეს შეიძლება რომ კონკრეტულ რაღაც მოლაპარაკების საგანი იყოს, ან ამის რესურსს თუ ხედავთ, იმიტომ რომ ხო გესმით, ანუ აქტივისტ შეიძლება კითხო მის პირად გეგმაზე და მათი ნაწილი ამბობს, რომ დღესაც მიდის ამ კანონის გათვალისწინებით რუსთაველზე, მაგრამ პოლიტიკოსისგან ინტერესი არის მაინც იმაზე, როგორ ხედავს ის პოლიტიკურ პროცესს. და შესაბამისად როგორ აკმაყოფილებს ოპოზიციურ ელექტორატს და მოქალაქის, ასე ვთქვათ, სურვილებს, ხომ? ხო და ზუსტად ეს უნდა გავიაზროთ და ეს უნდა გავითავისოთ. ანა რომ აქამდე რომ ეს ვერ მოხდა, მივედით აი აქამდე სადამდეც მივედით. მივედით იქამდე რომ უკვე 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს. გარდა პოლიტიკური ლიდერებისა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებისა, ჩემი მეგობრებისა, ლევანისი, ირაკლისი, მურთაზისი, სხვებისა, ყავს პოლიტიკური პატიმრები, ადამიანები, რომლებიც არაფრის გამო არიან დაკავებულები, არიან მეპურე, მაგალითად ალექსანდრე ხაბეიშვილი, რომელიც სოფელში პურს აცხობდა და იმით ინახავდა თავის 4 შვილს. ადამიანი მეგრელიშვილი, სამტრედიელი, რომელიც არის ადამიანი, რომელიც 20 ლარზე მუშაობდა, იმის რა ქვია, სამშენებლო მაღაზიაში და ამით ინახავდა ოჯახს სოციალურად დაუცველი. ეს არის ეხლა ყველასთვის გასათავისებელი და ამით აქედან უნდა ამოვიდეთ. ის რომ ვერ ვახერხებდით და ვერ მოვახერხეთ. აი ამის პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ ეხლა ყველამ, რომ აი აქამდე მივედით. ჩვენ თუ მოვახერხებთ, აქამდე მივალთ კი არა, ჩვენ აუცილებლად დაუძლევთ.
დაუძლებთ რეჟიმს, დაუძლებთ მხარდაჭერით და ყველაზე მეტი დაუძლებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერით და ქართველი ხალხის აქტიური ჩართულობით. ხედავთ, რომ აბსოლუტურად ყველა სფეროს შეეხო მთავარს, ერთ-ერთ მთავარს განათლებას ჩვენი შვილებისას, რომლითაც გვეუბნებიან, რომ არა, ჩვენთან ქვეყანაში უნდა იყოს ისეთი სწავლება, როგორიც არის მოსკოვში და არა ისეთი, როგორიც არის ბრიუსელში, როგორიც არის ლონდონში, როგორიც არის, რა ვიცი, სხვადასხვა ქვეყნებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ეს არის მნიშვნელოვანი, ამიტომ კონცენტრირება ერთი მთავარი მიზნისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყანა. მთავარი დღის წესრიგი ყველა პოლიტიკური პარტიის უნდა იყოს ერთი და არა სხვადასხვაგვარი, როდესაც საკუთარი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგებზე იქნება საუბარი. დიდი მადლობა გიორგი. დაგემშვიდობები. გიორგი ბოტკოველი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.